თქვენი საახალწლო სუფრისთვის ქათმის სალათი, ქლიავის ჭირით, ნიგვზით, სანტეს მაწონით და არაშნით. დღეს საახალწლო სუფრისთვის მოვამზადოთ ქათმის სალათი, ქლიავის ჭირით და ნიგვზით, რომელშიც მაიონეზის ნაცვლად მე გამოვიყენებ სანტეს მაწონს და არაშავს. მე ვარ ბექა, ვარ ფოტოგრაფი, მაგრამ კულინარია არის ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი. მაშასე ჩამოვთვალოთ ინგრედიენტები. მოხარშული ქათმის ფილე 1 კილოგრამი, კიტრი 4 ცალი, ქლიავის ჭირი 400 გრამი, ნიკოზი 250 გრამი, კამა და ქინძი გემოვნებით და სანტეს მაწონი და არაჟანი თარაბარი რაოდენობით. ვიდრე მომზადებაზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და კომენტარებში დამიწერეთ თქვენ როგორ ამზადებთ ქათმის სალათს საახალწლო სუფრისთვის. მაშასე დავიწყოთ. მოხარშული ქათმის ფილე კარგად დავცენძოთ, ამის შემდეგ ავიღოთ კიტრი, გავხეხოთ და გახეხილი კიტრი კარგად აუცილებლად გადავწუროთ. დავუმატოთ ქათმის დაძენძილ ფილეში. ეხლა კი დავჭრათ შავი ქლიავი, თუ ცოტა გამაგრებულია შავი ქლიავი, წინასწარ შეგიძლიათ დაასხათ ადუღებული წყალი, მაგრამ მე მქონა რბილი ქლიავი, ნიგოზიც დავჭერი და ნიგოზი და ქლიავი დავუმატე მასას. ეხლა კი კარგად, რა თქმა უნდა, გავრეცხოთ ოხრახუში და კამა, რაოდენობა გემოვნების მიხედვით განსაზღვრეთ, წვრილად გადავკეპოთ და დავუმატოთ მასას. ასევე დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. სანტეს არაჟანი და მაწონი თანაბარი რაოდენობით გადავურიოთ ერთმანეთს, კარგად გავხსნათ და დავუმატოთ მასაში. იმდენი, რამდენსაც შეიწევს. მე მთლიანი ქილა მაწონი და არაჟანი დამჭირდა 1 კილო ფილეზე, კარგად გადავზელთ და განსაკუთრებული, განსხვავებული და უგემრიელესი ქათმის სალათი მზად არის. მე გავაფორმე ბარდას მიკრომწვანილით და მთლიანი ქლიავის ჭირებით. არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა, დამიწერეთ თქვენ როგორ ამზადებთ ქათმის სალათს და დროებით.